მოგესალმებით დღეს ესეთი იმპროვიზაციულად მე და ლევანმა გადავწყვიტეთ რომ რაღაც ჩავწეროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენ ქვეყანაშიც, ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც და გადავწყვიტეთ რომ რაღაც სახელდახელოთ ესეთი პატარა გადაცემა ჩავწეროთ, რომელიც განიხილავს ახალ ამბებს და ჩვენ შეხედულებებს მოახსენებს მაყურებელს. ლევან, გამარჯობა და გამარჯობა. შოთა და მოხარული ვარ რომ ერთად ვართ, უერთდები ამ ექსპერიმენტს, ვიცი რომ გადაცემის სათაურიც კი ექსპრომტი იყო და ვიტოვებთ უფლებას რომ კიდე გადავაკეთოთ ცოტა რაღაცეები, როგორც წესი ერი და ერი მედიას ფარგლებში გვინდა რომ ყველა გადაცემა თავდებოდესერიზე და გონიერი, სიტყვიერი, ამიერი და ასე შემდეგ და იქნება ამასაც რაღაც ეგეთი მოვფიქროთ. ნახოთ რა გამოგვივა. მე უამრავმა ხალხმა მომწერა მკითხა, შემომითვალა, ლევან სად ახარ, სად დაგვეკარგე. ვიცით რომ მორჩი ამ ორ სასიკვდინე ავანტყოფობის კურნალობას და რატო დაიკარგე და მე ყველას მეგობრულად პასუხობ რომ არსად არ დავიკარგე, უბრალოდ როცა 8 შვილი ყავს და წელიწად ნახევარი კვდებოდი, ამის მერე თუ გადარჩი და ნელ-ნელა ჯანზე მოდიხარ, ბუნებრივია ყველას ვისაც ოჯახი ყავს ესმის გიგროვდება უამრავი საქმეები შენი ოჯახის მისახედი, საქმეში, ბიზნესში, სკოლაში, ცოლშვილს უნდა დრო და ამიტომ მე არსად არ დავკარგულ ვარ, ვასრულებდი იმ მოვალეობებს, რასაც ყველა ჩვენ საზოგადოების წევრი შეძლებს და გვარად ასრულებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ არ მივცეთ უფლება პირად მოახდინოს ჩვენი ჩაკეტვა და დომინირება საზოგადოებრივზე, იმიტომ რომ გვესმის რომ ერი არის მთავარი, ხო და ეს გადაცემაც რაღაცნაირად შენი იდეა იყო და შენი ინიციატივა, მე მხარე აუვი და ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ის რაც ხდება ეხლა ჩვენს გარშემო არ შეიძლება მიუშვათ და ჩვენი რეაგირების და ჩვენი მონაწილეობის გარეშე იყოს. ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ ჩვენი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ამასთან დაკავშირებით და თუ საჭირო იქნება ჩავერთოთ კიდევაც მერე. აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან რთული დრო მოდის, ჩვენ გარშემო ნახეთ რომ მოხდა ძალიან მოულოდნელი რამ და 12000-მა შეიარაღებულმა ადამიანმა ესე იგი კაპიტულაცია გამოაცხადა და ჩაბარდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ახორციელებდა ანტიტერორისტულ ოპერაციას, ესე განაცხადა მათმა პრეზიდენტმა ბატონმა ილხამ ალიევმა, ხო? და იმის და მიუხედავად რომ ეს კონფლიქტი მიმდინარეობდა, რა ვიცი, მე წლების განმავლობაში 88 წელს დაიწყო ეს კონფლიქტი და ვერაფრით ვერ მოხდა ამის გადაწყვეტა. ეხლა უცბად ესე ერთდღიანი, ასე ვთქვათ, ომით, პატარა შეტაკებებით უცბად გადაწყდა ეს და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა, როგორც დასავლეთში, ისე ჩვენ რეგიონში, ხო? აი ეს მინდა შენი აზრი კითხო შენ, მე ჩემსას ვიტყვი და რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რატო იყო ესეთი სწრაფი ეს ყველაფერი და რამ განაპირობა ის, რომ მაგალითად სასომხეთის პრეზიდენტი, ხო, უცბად აცხადებს, რომ ის არ ჩაერევა ამ საქმეში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის ერეოდა ამაში და პაშინიანი იყო პირველი, რომელმაც აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანის ტერიტორია აღიარა არსებულ საზღვრებში. აქამდე ეს არ ხდებოდა, ეს ეგრეთ წოდებული ყარაბაღი თვითონ როგორც უწოდებენ, არცახი იყო ყოველთვის პრობლემა, დიდი პრობლემა, ისტორიულადაც ბევრი ისაა გამოვლინი ამ მხარეს, რომ ერთი პირობა ეს იყო ალბანეთის სახელმწიფო და შემდგომ უკვე სახანო იყო ყარაბაღის. ხო და ეს ძალიან საინტერესო რამე ხდება, რომელმაც არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს მთელ კავკასიას.
და აი ეს მინდა შენი ხედვა ამასთან დაკავშირებით. სიამოვნებით, ჩემი აზრით ყველაფერი ლოგიკურია. მე დავიწყებდი იმ ამბის გახსენებით, რომელიც ჩემს ბოლო ვიზიტს უკავშირდება სომხეთში, იყო ეს პაშინიანის ფერად რევოლუციამდე 2 თვით ადრე. ერთმა ჩემმა მეგობარმა უცხოელმა დაამირეკა და მითხრა, რომ საქმეზე ჩავდივარო ერევანშიო და ხომ არ გეცლებაო, რომ შემომიერთდეო და დამეხმარო ამ კომუნიკაციაშიო და ეხლა მე ბევრი სომეხი მეგობრები წყავს, აზერბაიჯანელებიც და ეს ჩემი მეგობარი ძალიან საინტერესო ადამიანია და კი ბატონო მეთქი და აქედან თბილისიდან მანქანით გადავედი ერევანში. დამხვდნენ იქ ეს სომეხი მესაქმეები, ელიტის წევრები და წავედით საღვთაძორში პრეზიდენტ სარკისიანთან სტუმრად. ხო და 3 დღე ვიყავით საღვთაძორში სარკისიანის, ანუ პრეზიდენტის კოტეჯია თუ რეზიდენციაში რა. მე ეს ჩემი მეგობარი და ეს სომხები რა და რაღაც ჭამდით, ლაპარაკობდით, ურთიერთობდით და ამ საქმეს ვაგვარებდით და მე ძალიან ასე ვთქვათ, მეცა თვალში ერთგვარი აი შევარდნაძის ეპოქისთვის დამახასიათებელი აი ეს დაჭაობებული რაღაცა აურა, რომელიც მიუხედავად იმ არაჩვეულებრივი ვთქვათ მასპინძლობისა, რაც სომხებმა იციან განსაკუთრებით თუ ქართველს დაიგულებენ სტუმრად და ძალიან დიდი სტუმარ მასპინძლობისა, გულღიაობისა რაღაც ესეთი. მე აი სულ მქონდა ეს განცდა, რომ ეს რასაც ახლა მე ვხედავ არის ერთგვარი ანაქრონიზმი აი ამ სომეხი ადგილობრივი ოლიგარხების და აი ამ პრეზიდენტის მხრიდან და ესენი არიან მოწყვეტილები ხალხს, იმიტომ რომ ახლა მე ურთიერთობ სომხებთან თბილისშიც, მოსკოვშიც და ვიცოდი წლების მანძილზე დაგროვებული რაღაცნაირი სიძულვილი აი ამ რუსულ ტერმინს ვიხმარ ზასტოის მიმართ, რომელიც იქ სუფევდა რა. აირზენას სომეხი პილოტები იქნება თუ ვისაც არ უნდა დაელაპარაკო რა, ყველა გეტყვის რომ გვეტყოდა მაშინ რომ აი რაღაც იმაში ვართ რა, ჭაობში ვართ. და აი ამ გარემოში ყოფნისას მომეჩვენა რომ აი ეს ხალხი თითქოს ან უყურუებს ამ სომეხი ხალხის სურვილს, რომ რაღაცა რეფორმა იყოს, კორუფციასთან ბრძოლა იყოს, განვითარება იყოს, ან აპურალთ არიციან, რეალობას არიან მოწყვეტილები რა. ისე წამოვედი ამ სტუმრობიდან, რომ ნუ აი ხა ამათთვის რო გეკითხა სარკისიანისთვის და მისი გარემოცვისთვის ყველაფერი სხვაჩენა რა, სულ ესე ვიქნებით. ხო და ჩემი აი შინაგანი განცდა იყო რომ ვერ გრძნობენ ხალხის ნებას რა და მე რომ მოხდა ის რაც მოხდა ეს იყო ნუ ეხა კი დასავლეთის მიერ დაგეგმილი და ასე ვთქვათ ორკესტრირებული ტექნოლოგია, მაგრამ ეს ხო ხალხს უნდოდა, აი როგორც 2003 წელს ჩვენთან ხალხს უნდოდა იმ ჭაობის მოცილება, ხო? და შეიძლება როგორც მაიდანი სავალალო, ტრაგიკული, მაგრამ უნდოდა ხალხს, რომ ეს იანუკოვიჩის რაღაც ჩამყაყებული, ესეთი სტატიკური, რეგრესული, რეტროგრადული, აი არსად რო არ მიდის ქვეყანა პოლიტიკა შეცვლილიყო, ხო? ნუ ჩემს ცხადია, რომ ეგ მოხდა ერევანშიც რა. მოხდა პარადიგმალური ცვლილება. ანუ ისევ ის, რაც მოხდა ჩვენთან 2003 წელს, ანუ რევოლუცია და რევოლუციის მერე ტერიტორიების კარგვა. ის რაც მოხდა 2014 წელს მაიდანზე, ანუ რევოლუცია და რევოლუციების შედეგად ტერიტორიების კარგვა და სამოქალაქო ომი და დახლეჩვა და ის რაც მოხდა სომხეთში. ანუ იგივე. და რასთან გვაქვს აქ საქმე, აი გარდა ვთქვათ ამ ზედაპირული რაღაც მოვიდნენ ლიბერალები და ვთქვათ დასავლეთის მხარდაჭერით დაამხეს ძველი სტილის რაღაც ჩამყაღებული მმართველობა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს რაღაც კიდევ უფრო ფუნდამენტალურ ცვლილებასთან, როდესაც გლობალისტური ლიბერალური დღის წესრიგი, ხო?
ამბობს, რომ სახელმწიფო მეორადია და თავარი არის ის საერთაშორისო, როგორც კომუნისტებს ჰქონდათ, როგორც ფაშისტებს ჰქონდათ. თავარი არის ის საერთაშორისო იდეოლოგია და ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ წარმოგვადგენენ. ამას უნდა დაემორჩილოს, ვთქვათ, თქვენი ჩვენს რევოლუციაზე აყოლილი სახელმწიფო და რასაც გეტყვით ის უნდა გააკეთოთ. და მოპირდაპირე მხარე, ну ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი, არის ამის სრული ოპოზიტი. ეს არის ნაცია სახელმწიფო, ეს არის ერთპიროვნული ავტორიტარული ლიდერი, რომელსაც კი შეიძლება თქვა, რომ ეგეთივე ვთქვათ, რეტროგრადული ან ჩამყაღებული, როგორც სარკისიანის მმართველობა იყო, მაგრამ არა, ვერ იტყვი რა. და ეს არის ანტიგლობალისტური წარმოება. ისე როგორც თქვა რუსეთის რევოლუცია ან აჯანყება გლობალიზმის წინააღმდეგ. ანუ ეს ერთეულები, ისე როგორც ერდოღანი, ისე როგორც ირანი, ისე როგორც ჩინეთი, ესენი რეებია. ესენი არის ნაცია სახელმწიფოები, რომლებიც არავით არის საერთაშორისო თანამეგობრობა და მართლობა, სახელმწიფო, ჩვენი ხალხი, ჩვენი ლიდერშიპი ავტორიტარულია თუ როგორია და მოდით ვიომოთ რა. და სომხეთმა გადავიდა რა აი იმიდან ამაზე, ანუ ავტორიტარული ნაცია სახელმწიფოს მშენებლობიდან, რუსეთის თქვათ ვასალობიდან თუ მოკავშირეობიდან, აი ამ რაღაც აიშენეს ერევანში თუ აუშენეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საელჩო და თქვეს ჩვენ აწი ვართ ლიბერალ გლობალისტები, მოყვა აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება, ხო? ანუ ამიტომ არ არის არაფერი გასაკვირი, რაც დასთესეს, ან რაც აირჩიეს, მე კი არ ვამტყუნებ. მე ვამბობ, რომ აი რაც მოინდომეს ის მოუვიდათ რა. და ეხლა აი შენ მკითხე, თქვათ მეორე შეკითხვა იყო, ფაშინიანი რატომ არ მონაწილეობს, არ უჭერს მხარს ყარაბაღში სომხებს და რატო პასიურობს, ხო? ну, იმიტომ რომ პირდაპირ თქვა და პოლიტიკას ასეთი აწარმოა, რომ ყარაბაღი ამუხრუჭებს სომხეთს. ანუ პაშინიანისთვის და მისი ყაიდის აზროვნების ლიბერალ გლობალისტებისთვის სომხეთის ვთქვათ, გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, ის რაც სომხებს თავისად მიაჩნიათ. აი როგორც ქართველი ლიბერალებისთვის ეჭვი არ შეგეპაროს ახლა საქართველოს დანარჩენი საქართველოს მოდი ესე ვთქვათ, მე არ ვერევი ახლა ვისია ყარაბაღი, აზერბაიჯანელებისთვის თავისია, სომხებისთვის თავისია, გასაგებია ომია. მაგრამ როგორც ქართველი ლიბერალებისთვის უაფხაზეთო და უცხინვალო საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ იმებში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამ ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენთვის როგორც ტრადიციული ერის სახელმწიფო ხალხისთვის რას ლაპარაკობ? ერთი გოჯიც რო დამრჩეს მე გარეთ ევროატლანტიკური იმის რაღაც კავშირების და ორგანიზაციების მე მოღალატე ვარ ამაზე თუ უარს ვიძახი რა და ამიტოა რომ ფაშინიანი რასაც ამბობს იმას აკეთებს ამბობს რომ ყარაბაღი გვამოხრუჭებს და გადასულია ყარაბაღის ჩახსნის რეჟიმში ну ჩახსნეს კიდევაც მაგრამ აქ ძალიან საინტერესო ამბავია რომ სასომხეთი ვთქვათ, მონოეთნიკური ქვეყანა. ჩვენთან ეს კონფლიქტები წარმოიშვა რეალურად იმ ფონზე, რომ აქ ბევრი მდგენელი იყო, ვთქვათ, ხო? ოსური ნაცია, აფხაზები და ასე შემდეგ და ეს ამ იმაზე დაფუძნდა ეს კონფლიქტი, ხო? ამ შემთხვევაში, ვთქვათ, სასომხეთის შემთხვევაში ეს არის ის ტერიტორია, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არის ერთ-ერთი უძველესი მათი მიწა, ასე ვთქვათ. ასევე თვლიან აზერბაიჯანელები. ხო? და თუ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ჩვენ შემთხვევაში რაღაც გაერთიანებაზე საქართველოს, ну, ასე ვთქვათ, ჭალებში დავარქვათ სამეფოში. ხო?
როგორც იყო გაერთიანებული და მაშინაც ცხოვრობდნენ, ხო, თქვათ, სხვა ნაციის ადამიანები საქართველოში. აქ პირდაპირ მათი, თქვათ, ამ ტერიტორიის მიკუთვნება დამოკიდებულია მეორე ქვეყნის ანექსიასთან, ხო? რეალურად, იმიტომ რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ცნობილია გაეროს მიერ და ყველა იგივე იმ სახელმწიფოების მიერ, რაც კი, რომლებიც ახლა მხარს უჭერენ ფაშინიანს. თქვათ, საფრანგეთი და ახლა გამოიყო ძალიან ნათლად, რომ მთელი რუსული ოპოზიცია, ლიბერალური ოპოზიცია მხარს უჭერს ფაშინიანს და მთელი დანარჩენი სამყარო ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის გარდა ამას არ აკეთებს. ანუ ეგეც ძალიან საინტერესო ფენომენია, ხო? რატო ხდება ესე? თქვათ, თუ ლიბერალები თვლიან, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვანი არ არის და პირველ რიგში ის ფასეულობები უნდა დამკვიდრდეს, ხო? მაშინ რატო უჭერენ ყარაბაღის მიკუთვნებას სასომხეთზე? ანუ ისინი თვითონ არიან წინააღმდეგობაში თავის თავთან, ხო? ხო, ყარაბაღი სასომხეთია იძახის მაგალითად ეხო მასკვი და ესეთი ცნობილი ტელევიზიები, ხო, რომელიც ლიბერალურია, დოჟდი და ასე შემდეგ, ხო? და ამავე დროს ისინი უარყოფენ სახელმწიფოს საერთო პრინციპში მნიშვნელობას. ნუ ეს ლიბერალების ცნობილი თვისება იყო წინააღმდეგობაში საკუთარ ლოგიკასთან, რომელიც მათ არ გააჩნიათ, მაგრამ აქ ესე არ არის. ისინი უჭერენ რა მხარს ფაშინიანს. ისინი უჭერენ მხარს შესაბამისად ფაშინიანის პოზიციას, რომ ყარაბაღი უნდა ჩახსნას სასომხეთს. არ ამბობენ ამას. ნუ ასე თუ ისე არჩეული გეზი, ვთქვათ, ფაშინიანის მიერ, რომ დავივიწყოთ ყარაბაღი და წავიდეთ ევროპაში, ხო? ეხლა ეს არ მოსწონთ, ვთქვათ, ნაციონალისტ პატრიოტ სომხებს, რომლებიც ფიზიკურ საფრთხეს წარმოადგენენ ფაშინიანისთვის. აი ხა ჩემთან იყო ჩამოსული ჩემი მეგობარი, რომელიც არის ფრანგი ლინგვისტი, რაულ ვაისი, რომელიც ელზას ლოტარინგიაში გაიზარდა, გერმანულენოვანი ფრანგია, პოლიგლოტია და რუმინეთში ცხოვრობდა, მე გამოაგდეს რუმინეთიდან ლიბერალების დაკვეთით, იმიტომ რომ კონსერვატორია, სორბონაში ასწავლიდა და სორბონას უნივერსიტეტიდან წამოვიდა ლიბერალური ტოქსიკოზის გამო და რუმინეთში გადასახლდა და ეხლა ბუდაპეშტში ცხოვრობს. ხო და 2 წელი ცხოვრა ერევანში. და ჩამოსული იყო ჩემთან რაღაცა წიგნი დაწერა, რომელიც დამდო პატივი და მე მომიძღვნა რატომღაც, რასაც მე არ ვიმსახურებ და რაღაცა მოდესტ შვარცის ფსევდონიმით წერს ფრანგულად რა, ეს კაცი ხო და რაღაც საკითხებზე იყო ჩემთან ჩამოსული და მიყვებოდა რომ ნუ ძალიან პროსომხური ტიპია, იმიტომ რომ ისწავლა ნაწილობრივ მათი ენა, შეუყვარდა ეს ხალხი, რაღაცა საერთოდ ფრანგები პროსომხურები. ხო, მისი და გადმოვიდა ერევანში ცხოვრობს და მიყვებოდა რომ ნუ მიუხედავად მისი აბსოლუტური პროსომხურობის ამ სიტუაციაში ეხა იყო 2 დღის წინ იყო ჩემთან სტუმრად თბილისში, კიკეთში. მიყვებოდა რომ მეო განცვიფრებული ვარო, რამდენად ხშირად მხდება ერევანშიო სულ სხვადასხვა ასაკის და სოციალური წარმომავლობის ადამიანებისგანო აგრესიაო პაშინიანის ფიზიკური განადგურების სურვილით. და ფაშინიანსო ჩემი აზრითო გული უსკდებაო, სთხოვაო ეხლა აღარ მახსოვს რომელ თუ არ მესლება ფრანგულ სპეცსამსახურებსო მისი პერსონალური უსაფრთხოების გაძლიერებაო, იმიტომ რომ ესენი არ სომხები მას მოკლავენ. ანუ რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელიც არის
მოსული აი ამ ტექნოლოგიური თქვათ ფერადი რევოლუციის შედეგად ტექნოლოგიით, რომელიც არის პირწავარდნილი გლობალისტი ლიბერალი, ანუ მას ორი აზრი არ აქვს, რა არის თქვათ სომხეთის მომავალი და ის ამბობს ჩავხსნათ ის რაც თქვათ პატრიოტი ნაციონალისტი სომხებისთვის არის წმინდათა წმინდა და ჩავაბაროთ და ეს პროცესი მიდის ახლა. ანუ ჩააბარა უკვე. ხო, რეალურად ერთ დღეში. ხო და ამას რა თქმა უნდა ამ ცვლილებას, როგორც ყველა ცვლილებას ამ მასშტაბისას ჩვენ რეგიონში შორს მიმავალი, ასე ვთქვათ, შედეგები ექნება, მათ შორის ჩვენთვისაც და ჩვენ ძალიან მაგრად უნდა ვიფიქროთ. ახლა მე სამწუხაროდ მომბეზდა და დავიღალე ამ უხერხემლო ქართული ოცნების კრიტიკით, მაგრამ არ შეიძლება აქ არ გაესვას ხაზი, რომ სამწუხაროდ აი იმდენად უნიჭო საგარეო პოლიტიკას ვხედავ მათი მხრიდან, რომ სამწუხაროდ მე არ მჯერა, რომ აქ რაიმე მრავალფაქტორიანი, კი ერთფაქტორიანი ანალიზიც კი მიდიოდეს, რას ნიშნავს ის, რაც ხდება ყარაბაღში ქართული სახელმწიფოებრიობის. მოდი ჩვენ იმაზე გადმოვინაცვლოთ, ახლა პატარა ამბავი არ ხდება აქაც. ცდილობს ოპოზიცია რომ გამოიყენოს ერთგვარ ბიზგად რომ დაიწყოს რაღაცა საპროტესტო აქციები და მე იცი შენ რომ ცხოვრობ პარლამენტის გვერდზე და გუშინ გამაყრუებელი კივილწივილი ისმო და იქვევიდან და ეს ეხებოდა აი იმ დადგენილებას თუ არ ვიცი კანონის ცვლილებას რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. ამის შედეგად 3 მოადგილე თუ ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის გადადგა თუ 2 და მესამე მრჩეველი და ეხლა კიდევ ვიღაც დაეწია და გადადგა და ეს ქალბატონ თურნავას ეს განცხადება აღქმულია როგორც ღალატი, როგორც რუსული ისევ ეს რუსული კანონის არ იყოს. აქ ძალიან საინტერესო რამეა. იმიტომ რომ იქ არის ლაპარაკი ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქის დასანქცირებაზე და ქალბატონ თურნავა როგორც ეროვნული ბანკის მმართველი ამბობს რომ საქართველოში რა თქმა უნდა დასანქცირებას ჩვენ ვეთანხმებით თუ ის იქნება დასაბუთებული და ეს უნდა დაასაბუთოს ქართულმა სასამართლომ. ანუ სუვერენიტეტის პატარა ისიც გამოავლინეს. ანუ თქვენს რომ თუ არ დამტკიცდება ჩვენ ესე ხელაღებით ვიღაცას ვერ დაუყადაღებთ ანგარიშებს და ამას მოყვა უზარმაზარი ესე იგი ზეწოლა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც აღშფოთება გამოხატა ამასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ ნებისმიერ სუვერენიტეტის გამოვლინებაზე ხდება ესეთი მე არ შევდივარ იმ განხილვაში რა პიროვნება ეს პიროვნება რა დააშავა არის თუ არა ის მართლა რუსეთის აგენტი თუ როგორც ესენი იძახიან რა მორალური ისა აქვს ხო მას ბექგრაუნდი თუ ასე შემდეგ მე მაგაში არ შევდივარ მე ვიცახე აი ჩვეულებრივი მოქალაქე ქართველი რომელიღაცა ქვეყანამ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა მას აქ ანგარიშები ქონება საქართველოში შვილები ყავს ოჯახი ყავს და რა უნდა ქნას საქართველოს ამ შემთხვევაში ბოლომდე უნდა დაექვემდებაროს ამ დასანქცირებაზე განუხილველად აბსოლუტურად ამ ადამიანის ბედი მიანდოს მეტროპოლიას თუ გამოიჩინოს ერთგვარი ესე იგი ურჩობა და თქვას რომ არა ჩვენ გადავწყვიტავთ ამას თუ მართლა დამნაშავეა ეს კაცი და საქართველოში ახორციელებდა ფსბ-ს რაღაც გეგმებს მაშინ ჩვენ გავასამართლებთ და თუ არ დასანქცირებელი ჩვენთან ვიმოქმედებთ. აი ესეთი დილემაა რა. მე ეგ მაინტერესებს მე თითქმის ვიცი შენი პასუხი რომ ჩვენ სუვერენისტები ვართ და ჩვენთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია
მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა და ეს ალბათ გაგრძელდება. ეს იყო ესეთი შავი ნიშანი, თქვათ, ხო? ამ ხელისუფლების ჩვენ გავაგრძელებთ ესეთ ქმედებებს თქვენ წინააღმდეგ. თუ არ დაგვემურჩი. რას ქვია, მისანქცირებ ჩემ მოქალაქეს. ეს ჩემი მოქალაქეა. ეს თუ აგენტია, მე ამას უშენოთაც უნდა ვარკვევდე და თუ დასასანქცირებელია. მადლობა თუ მომაწოდე ინფორმაცია. ხო, მე თვითონ მივხედე, ხო? და რას ნიშნავს შენ მე მიგრძალავ ჩემ სახელმწიფოში ნებისმიერ ჩემ მოქალაქეს ანგარიშის საბანკო ანგარიში კონდეს. ამიტომ სუვერენისტული თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ის რაც თურნავამ განაცხადა სწორია. მე ვთვლი, რომ ქართველი კაცი უნდა გაასამართლოს საქართველოს სასამართლოდ. ამიტომ დალპა ეს ყველაფერი. დააყროლდა. და ის სისტემა, რომელიც შექმნეს, აი ეს ჩაკეტილი სისტემა, სადაც აღარ შეიძლება დემოკრატია აღარ აგვაქვს რა. პრეზიდენტს ჩვენ ვეღარ ვირჩევთ. აღარ იქნება. ჯერ რად გვინდა ესეთი პრეზიდენტი, ესეთი ფუნქციებით, მაგრამ მოგვიკლეს საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ნაცვლად იმისა, რომ შეენარჩუნებინათ და ხალხისთვის ეკითხათ მონარქიისკენ ხო არ წავიდეთ, მოკლეს, პრეზიდენტს ირჩევენ ეს ხმოსნები ვიღაც ტიპები და ხმოსანიც და პარლამენტარიც ვეღარ გახდები თუ პარტიული სიით არ ჩაგწერეს. ანუ ადამიანს, რომელსაც პატივს სცემენ თავის რეგიონში, თავის ქალაქში, ან ავტორიტეტულს, აღარ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს სიაში. მლიქნელ კლესატიპს ვინ მოხდება სიაში. ან ნაცების, ან კოცების. ესმის რეფერენდუმის უფლება წაართვეს, ხო? ანუ აბსოლუტურ დემოკრატიულ ჩიხშია ქვეყანა, აი ამის ყველაფრის ფონზე, ანუ სრულად ხალხს ჩამორთმეული აქვს ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება, აი გაისათმოდის არჩევნები, მარტო პარტიული სიებით. ანუ უნდა კონდეს ან ბიზნეს დენი ფული, ან ამერიკის საელჩოს დენი ფული, თუ ხარ ადამიანი, ვისაც რაღაცა გინდა ქვეყანაში გააკეთო, არა გაქვს უფლება. უნდა სიაში მოხდე. გესმის? ხო, ნუ მაგი იყო კომუნიზმი, რას ვებრძოდით, კაცო, იმ კომპარტიაში. მოხდებოდა იმ სიაში და ყველაფერს გააკეთებდი და არავითარი ხალხის ნება და ეს ყველაფერი გვირგვინდება იმ დროს, როცა რეგიონი ფეთქდება, პრაქტიკულად ჩვენ თვალწინ. ანუ შენ ხო რა დაცვა გაქვს, თქვათ, იმისგან, რა ქვია, გეოპოლიტიკური რისკებისგან, გარე აგრესიისგან. ან უნდა ყავდეს ავტორიტარული, ჯიგარი, პატრიოტი ლიდერი, რომელიც არ არის ზმაო ფულისთვის თავგადადებული, პირიქით მზად არის გაწიროს თავი, ოღონდ ისა მეომარია, ფსიქიკით და ასე ეროვნულია, გესმის? რო არ ვთქვათ მეტი, ვთქვათ ეკლესიური, ასე შემდეგ. ეს ყველა არაფერი არ აქვს. გესმის? და მეორე, ხალხის ნება, რომ ხალხმა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რა ვქნათ? აგერ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ომი. აგერ ნუ ცირკი არ იყო გუშინ წინ სუსი გამოვიდა და გადატრიალებას გვიპირებენ ხალხო გვიშველეთო. ეგეთი რამე გაგიგია. ხალხო გვიშველეთო არ უთქვიათ, მაგრამ ხო, მზად იყავითო. სამი სოფლიო სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არ მახსოვს. ტერორიზმი და გადატრიალება მზადდება, ძალოვანები შედიან და იმას კი არ აკავებენ, კაცო, მამათმავლების აღლუმის ჩამშლელებს და გამპროტესტებლებს და ტრადიციის დამცველებს. ტერორისტებს აკავებენ და გადამტრიალებლებს აკავებენ. არა, აქ ერთი მომენტია, უყურე ამ კონტექსტში. იმის და მიუხედავად, რომ არის აი ყველაფერი ის, რასაც შენ ჩამოთვლი, აქ ისეთი სიტუაცია გექნება, რომ მე რო ეხლა ეს გავაპროტესტო და შეუერთდე ამ საპროტესტო ტალღებს. სუსტია ნაცი. ხო, არა, სუსტია და ვერია. მე რო ეს ხელისუფლება გადმოვაგდო იმ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მე შევარყიო ეს ხელისუფლება, ხო? რაღაცა მორალური ისიც გეკისრება, რომ როდესაც ესეთი სიტუაცია გარშემო და შეიძლება აქ რუსის ტანკი შემოგრიალდეს 2 საათში, ხო? შენ პლუს გეუბნებიან, რომ სტაბილურობას ერჩი შენ ძმა. გაიგე? ანუ შენ ყველა გზა მოჭრილი გაქვს, რომ ლეგიტიმურად, როგორც მოქალაქემ რაღაცა ზემოქმედება იქონიო პოლიტიკას. ამიტომ არის საჭირო ფართო სახალხო ეროვნული მოძრაობა დაფუძნებული ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე
რომელიც მაქსიმალურად ცივილიზებულად და კანონიერად, მაგრამ მტკიცენების გამოხატულებით გახვეტავს აი ამ ერთმანეთში გადახლართულ და კორუფციაში უკვე ამყრალებულ ნაცქოცურ მმართველობას ქვეყნიდან. მე ესემჯერა რუსებს აქვთ გამონათქვამი ჯობია საშინელი დასასრული, ვიდრე დაუსრულებელი საშინელება. ისეთი ფეთხებად სიტუაცია, ისეთი მძიმე გარემოა, გარშემო აქ თუ დაიწყო და აქ არევა ბევრს უნდა, იმ სამმა ქვეყანამ როგორც კი გამოაცხადა, რომ ესე იგი შევთანხმდით და კავკასიაში ომი არ იქნება, აქ ძალიან დიდი შანსია, რომ საქართველოს ჩამკეტი ქვეყანა ორივე ამ ქვეყნისთვის და აქ მოხდეს ეს არეულობა. აქ მოხდეს მართლა. ეს ხო ტყუილი არ არის, რომ 700 კაცი მზადდება იქ უკრაინაში. რატო არც ერთი ნოტა ან რა ვიცი, დაბარება ელჩის არ მოხდა და არ ქმედებს ჩვენი სახელმწიფო, თუ იცი შენ რომ შენი თქვა მეგობარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შენ წინააღმდეგ მზადდება შეიარაღებული რაზმი, მე მგონია რომ ეს უბრალოდ არ ვიცი, ეს ნონსენსია რომ შენ არის მოქმედო. ნუ ჩვენ ნახეთ ქართული ოცნების პაროდიული გაეროვნულება ბოლო თვეებში. კი, იყო ერთი პერიოდი. გესმის? რომელმაც მე ჩაილურის წყალი დალია და ფიცი-ფიცად დარჩა, რომ დედას ფიცა ვართ, კონსტიტუციაშიც გვიწერია, ჩვენთვის თავარი არის ევროატლანტიკური მისწრაფებები. როგორ არის ჩვენთვის თავარი? მე როგორც ქართველი ვზივარ აქ და გეუბნებით, რომ ეგ კონსტიტუცია არის ნაგვის ყუთში გადასაგდები. ჩვენთვის თავარი არის არა ევროატლანტიკური მისწრაფებები, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი განვითარება, მისი მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი ემიგრაციის სამშობლოში დაბრუნება, მისი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარება და არა ევროატლანტიკური, ევრაზიული, აფრიკული დავიღალე ამის ლაპარაკით მისწრაფებები, ეს ყველაფერი არის შესაძლო ინსტრუმენტები მიზნის მისაღწევად. და ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ წერაქვს ქვია მიზანი. დრელს ქვია, შეიძლება ინსტრუმენტს ერქვას მიზანი. და ამიტომ ყველაფერი ლოგიკურია. გვაქვს ესა რა ქვია, ორპარტიული ესეთი ნაცქოცური სისტემა, ორივე ფიცულობს, რომ ვართ დასავლელი ლიბერალები. შიგადაშიგ რატომღაც გამოვა ქართული ოცნება და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები, ვინც აპროტესტებდნენ გარყვნილების აღლუმს, ციხეში უზით, ისა უცებ დაიწყებს ლაპარაკს რაღაც ეროვნულ ღირებულებებზე და ისა მერე უკვირს, რომ ალეყული ხდება იმ გლობალისტებისგან, რომლების სახელსაც ესენი ფიცულობენ. გესმის? ამიტომ ეხა მე არ ვიცი რა სცენარით განვითარდება მოვლენები და რა თქმა უნდა არც მე არც შენ არ გვინდა აქ რევოლუცია და გადატრიალება, მაგრამ თვითონ არ თქვა ეს კაცო ისაც გვიმზადებენ რევოლუციასო. რევოლუცია ორნაირი არსებობს, არის ეს რა ქვია ვაშინგტონის კონსენსუსის მიერ დიდი სამამულო ომის შემდეგ 1945 წლიდან 92 რევოლუცია მოაწყოს უცხო ქვეყნებში. მათ და გადატრია სახელმწიფო გადატრიალებს დამტკიცებულია. შეიძლება 94 ან 99. ზედმეტი არ მოგივიდეს. ხო. ანუ ეს არის ერთი ტიპის რევოლუციები რა. სხვა ტიპის არის. ეხლა რუანდაში მაგალითად ფხუტუ მთლიანად ამოწყვიტა ტუტსი. ხო და მაგას ვიძახი რომ არსებობს მეთქი მეორე ტიპის რევოლუცია, ნამდვილი რევოლუცია. ანუ რევოლუცია, როცა ხალხი პირიქით მოიშორებს აი ამ მედროვეების კალეიდოსკოპს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს. ეხლა როგორ შეიძლება კაცო 11 წელი გერქვას ხელისუფალი არც ერთი მეზობელი ქვეყნის ლიდერს არ შეხვდე. არც ერთხელ არ თქვა, რომ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნება არის შენთვის მთავარი. დაუშვა ნარკოტიკები, კაზინოები და სექსუალური გარყვნილება. და შენ ხარ ქართული ოცნება? შენ ხარ ანტიქართული ოცნება. ანუ შენ ხარ ოცნება იმ ხალხისა, ვისაც უნდა რომ ქართული ეთნოსი განადგურდეს, გადავიდეს უმცირესობაში, ეხა აი ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა, რა ჯანდაბაა ეს. ვიძახდი, რომ ჩინეთთან უნდა დაავალაგოს სტრატეგიული პარტნიორობა, უვიზო მიმოსვლა გინდა ჩინეთთან. ჩინეთთან გინდა კვოტირებული ვიზების მიმოსვლა,
იმას გვირაბს გიშენებენ თუ რა ქვია ტრასას თუ რაღაცა სპეციალისტების, ინჟინრების კვოტირებული ვიზების უვიზო მიმოსვლა არ ვიცი. რა აქაო და დასავლეთ სეპრანჭები რო ალტერნატივა გაქვს და შენი ქვეყანა არ გეცოდება? ჩვენ რა ჩინელების წინააღმდეგი კი არა ვართ, მაგრამ ერთი დამცხიკებაა ჩინელებისთვის 2-3-4 მილიონი კაცის სადმე ჩასახლება. და აქ რო ჩამოდიან ერთი ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული ჩინელი ბიზნესმენი, ესა ქარხანაში მესტუმრა და დილაა რა და აივანზე გავედით და პირველად იყო რა, მე მგონი საერთოდ პირველად გამოვიდა ჩინეთიდან, ხო და გაიხედა, გამოიხედა და ჩვეულებრივი თბილისური დილაა რა და აუ ესო რა ესო სუესეაო მეუნეო რას მოგი რო არ არის და ეს მილიარდერია ჩინელი რას მეკითხები მეთქი მეგობარი აი ლევანო ესო სუესეაო რას გულისხმობ აი ეს ჰაერიო და цаრო ჩანსო და ესო აი წყალი რო დამალევიო გენიალურიო ჩვეულებრივი ქართული მინერალური წყალი და მოთხრა ხო სუესეა ანუ მაგათთვის ეს არის ისა 60-ში მოხვედრა რა ესმის და მილიარდნახევარი კაცი რო ცხოვრობს იმას რო შენ უვიზოს გაუხსნი აქაო და უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი დამიდგესო კარგი რა შენ დალოცვილო შენ რა მე აუ 1-2 წელი ისე უნდა დავიჭრათ ვენები ჩაკეტეთ ვიზების მიმოსვლა ჩინეთთან თქო რა და ეს რა ეს არის ეროვნული პოლიტიკა ეს რა ჯანდაბაა მე რა ჩინელებთან იმის რა ქვია სახელმწიფოებრივი და იმის ურთიერთობის წინააღმდეგი კი არა ვარ 10 ჯერ მირჩევნია ამ გლობალისტ დეგენერატებს რას ლაპარაკობთ უდიდესი კულტურის მაგრამ ბიჭო ეგ ხო არ ნიშნავს რომ უნდა იმასავით ფინიასავით გაუწვე რა მოგცეს ამისთან ხო და იმიტომ რომ არ დაიტოვე ალტერნატივა იმიტომ რომ აი ესე წაიყვანა ეს პოლიტიკა უხერხემლოდ უიდეოლოგიოთ ამიტომ რა ვიცი მე არ მინდა დავზაფრო ჩვენი მაყურებელი მაგრამ ყველაფერი არასწორია ყველაფერი სიმხდალეზე პანიკურ მოშიშრობაზე და არაეროვნულობაზე არის დაფუძნებული რა და ესა ამის საპირწონედ ეს მანიაკები ქართულ ოცნებას დავარქვი მორცხვი ნაცები. დავამთავროთ მორცხვი ნაცი ოქსიმორონია საერთოდ არ არსებობს. ამიტომ დავარქვი. მოდი ციტატას მოვიყვან ამ პირველი ნაწილის ბოლოდან არავის არ ეწყინოს, იმიტომ რომ ეს შოთა რუსთაველის სიტყვებია. ვეფხის ტყაოსნიდან. და თელმა ქართულმა ოცნებმა და მისმა მხარდამჭერებმა მოისმინონ თუ რამეს ვერ გაიგებენ გაშიფრონ ლექსიკონში ნახონ რა სიტყვა რას ნიშნავს ციტატა არის ასეთი ვეფხის ტყაოსნიდან კაცსა დასვრის უგულობა და დიადსა ბოზი ნაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიადსა ბოზი ნაცი შოთა რუსთაველი ესე დავამთავროთ დიდი მადლობა